ადგილა მშვიდობისა. ეს კი ამინდება აქ. ტლანქო. ამდენი გავწმინდო ამის სექრანი. ერთი ვარდი გაყვავინდა ამას უბაში. შემოდგომაზე. ერთი ვარდი აყვავდა. ბევრი ასხია კარალოკი, მაგრამ სულ კუხეები. ძალიან საძებარია მწიფე. ჩვენ წიწაკები. ჯერ კიდევ მწვანეა. იწყებს შეწითლებას. აი აქ კიდე სიმიც შნით ვაშრობთ, ვახმობთ, უბრალოდ ჩვენი ყვავილები. ეხლა ეს ყვავის. ამას ერთი მოტყდა, ერთი დოდი, ეგრე აქ ჩავორგეთ ყვავები. ცილამაზები. რა ამბავი შეხედე. გადავხედოთ აბა სოფელს რაც ჩანს. ზე ისე მიყურებს თვალებში, ვერაფერს ვხედავ თუ იღებს. ღაეს ორი ღამია ეს რაღაცა ფრინველი ისე გალობს ღამი გარეთ რაღაცნაირი ხმაზე. ძალიან მიკვირს. რა არის მაინც ვერ დავადგი. ღამე ჩიტი გალობდეს არ გამიგი. რაღაცნაირ ხმას გამოსცემს. ლანქო. ლანქუნა. ზეზეთბები. ისე მიყვარს ვარდი. რა კაი სუნი აქ. კიდე ხوارა პირებს ნიდა გაშლის. ეს ვარდი ხოთაშურის ძალიან ბევრჯერ ყვავილობს ხოლმე. შეიძლება ზამთარშიც აყვავდეს. აი ამდენი ფოთლები კიდე ჩამოცვივა. ამაზე შერჩენილია ყურძენი არის შიგ ბევრი. ვენახს. ჯერ სადარ თითქმის ყველა დღე ზუმაკ ხოლმე სახვედი და რამდენი ჩამოცვინდები. ფოთლები ვინ იცის. გარეთ რა კაია. ჩემი სევდა აქ არ. სევდა გოგო. ტლანქო. ტლანქო. აი ფიქრებში ვარ ახლა მე შემოსული. ცოტა შემსხვილებულა, მაგრამ უმეტესობა წვრილებია.
კი ასხია, მაგრამ წვრილები ასხია ძალიან. იქითა ერთი იგი. კაიცი გაგვიქუჭა კვალ. ეს როგორი წვრილები ჯერ კიდევ ვერ დამსხვრილა კარგად. ეთესია ვაიმე წამოვკარფე. აქაც ბევრი ასხია, მაგრამ წვრილები. კი ასხია, მაგრამ წვრილები. ესა კაი ჯიშის. ესეც გააფუჭა გვალვა. ეს არის მოგრძელო დიდები, ნამდვილეშია ასეთი. ამაზე უფრო ორმაგად დიდი უნდა იყოს. მეგდეთ ეს ხია, მაგრამ წვრილებია ჯერჯერობით კიდევ. ამ ხეზია ძალიან წვრილები. ეს რა ვიცი, როდის დამსხვრილდება, არ ვიცი. ალბათ ოქტომბერშიც ვერ მოასწრებს, სადღაც ნოემბრისკენ ალბათ ბოლოს. იქნება კაი. თან ბევრი ასხია არა, მაგრამ წვრილები. ზოგ საადრიო, ესენი საადროებია რა. ავაგრძელოთ გადაღება. მოედი. თუმცა კარტოფილი დავთვალე და პატარა წვრილი კარტოფილები იყო, მაგ დარჩენილი ეს. როგორ ხართ რაშვებით? მე არ ჩანს კიდე. მე არ ვჩანვარდა რა აზრი აქვს მე. იმის გამოჩენას რო კარტოფილს ვჭირი რა აზრი აქვს მე თუ რა გამოვჩთი. პატარებს არ დავჭერი. ცოტა დიდებს. რა გავაკეთე, ვეღარ მოვიფიქრე. ჭადი მაინც მაგდასა გამოსაცხობი. ჭადმა ნერვებიდან გადამწია, ყველა არღე ჭადს ვაცხობ. მინდა არ მინდა, მჭირდება, უნდა დავაცხო. როდესთვის მოცხა. აშვებით როგორ ხართ? ხართ კარგად, მაგრად.
ისე გავჩუმდი რომ ასე ჩუმია. სარეცხი გავფინე. აი ამდები გვაქვს. დილა საღამო ცოტა გრილა. საკმაოდ. ამ დილას რო ვთქვი რაღაცა ურიღამია გალობსავით მეთქი რა არის ვერ მივხვდი ცოტა უცნაურ ხმასაც გამოცემს და ის ყოფილა. წყერია ეთყობა სადღაცოთა ჩამჯდარი. წყერ მაინც ის უმაზე. ხმაზე მეტი არაფერი არ იმაშვებაო და ახლა ყავენ წყერები და ალბათ ვინმე გამოექცოთ, ხოლმე ხა მიმული არ იქნება. ღამესად არის, არ ვიცი, ორი ღამე ისე იმასე ჭყვიტინობს. კერა ინდაურების მეგონა ხა, რაღაც ისე ყრუთ ისეთ ხმას გამოსცემთ. ბევრი ინდაური რო. რა არის ვიფიქრე სად იყო მე. გადამიხტა, კაი გადავარდება. დიდი კარტოფილი შემიგორდა რაღაც ვარ. ხტა მასობაში. TikTok-ზე ვინ უყურებს ხრაშვილის მამას ჩემს სავითხოვნე. უკვე მოიყვანენ ძალი. ახლა ხვალ არ ვიცი, ხვალანზე გამოუტანს ის ბიჭი. ხალხის ფულით რაც შეიძინა დახმარებით ავედით. ნაჩუ ქართულს და ნაყიდს. მოკლედ ვინც დაეხმარა და ის ორი ქალი ის დომინირებდა ერთმანეთს წაედიდნენ და თუ ადამიანს ეხმარები და რაღაც ისე თობლივად წამოიწყებს, რა ვიცი მე, რატომღაც ასე ხდება. სახლშიც ასე ხდება და გარეთაც რომ მე იციან დაყვედრება და დამადლება და არის ჩხუბი და არა მე უფრო მეტი ვქენი, არა მე უფრო მეტი. ეგ მაგვირებს. მერე მაგაზე ცალკე ჩხუბი მიდის ერთმანეთში ისინი ვინც ეს საქმე ითავა და არ შეიძლება ასეთი რა. მათი აღარ გავაკეთებ არაფერს, რა მაინც არ არის და მithasებს რომ მაინც მე არ გამოვჩდიო და მე მგონი ვეროს დაიხმარება რაღაცა თალყბათ უხდა ახლა ვეროა ეგრელი კოკო. დავიცი რა სიზო ყველა მისი საქმეს დაიცის. მოკლედ ასე და თუდი გადავრეცხონდა თქვენ მე რომ მეუბნებით არ ჩასვა არაფერი მე მაინც ხობ ჩანვახ ეზოს მაინც გაჩვენებ სულად და ახლა ვეროს რო უყურებ ისე იღებს რომ არც ბავშვებს საჩვენს რაღაცა თვალმოკრით 1-2 კადრი თუ გამოჩნდება რაღაცა ხალხეულმა თავბრდაგვეხვა მართლა ისე დაარბენიებს ამ ტელეფონს ვერ ვდებ ვერსათა და
ჩამოხლულია სულხშირად კიდე ისე ხვედავს ისე რაღაცას ნაყიდს იღებს პარკიდან არც იმას გვაჩვენებს რაც იღებს და მაინც ახლა გულშემატკივრებ რადგან ისია ასე ხელმოკლედ არის დაგაჭირებულია იმიტომ გულშემატკივრებ და უყურებ და მინდა რომ დაეხმარონ და ისე იღებს რომ საერთოდ არაფერი არ ჩანა მე მაინც ხო ჩანვარ ხან მას შევატრიალებ ტელეფონზე სრულად გაჩვენებ ყველაფერს ხოლმე მაშინ იქ საერთოდ არ ჩანს არაფერი თვალმოკლით რაღაცა და ასე ლაპარაკით ვიგებ რამეს სამი ის ქონია TikTok-ზე გვერდი და მე ერთიც არ მაქვს ხავ ჩემთან ასე უსამართლობა ხდება ყველაფერს ბარათზე კიდე გასარკვევი მაქვს არ ეშველა იმ ბარათს არაფერი რა ამჭირს არ ვიცი რა ხდება ჩემთან რა უბედურება ბარათი ადამიანური და გამოვიყენო ამდენ დაბრკოლება მაქვს წინ რატომ აქ ასე არ ხვდები მართლა ვერ ხვდები იმიტომ რომ ამნაირი რამე არასდროს არ მქონია ამ ასე პრობლემები ასე წლმა რაღაცეებში ბარათში და დაგჭირდეს ადამიანს ვინც ისე დაგჭირდება და გამოგარდება ყველას აქ და საჭიროა რა ვიცი ჩემთან გასკდა ბომბი ბარათი ვერ გამოვიყენე სულ ბანკში ვარ სარბენი და კიდე ახლა რომ განაახლო გააკეთონ კიდე 10 ლარი უნდა მივიწე იმაში რამდენჯერ უნდა გავაკეთოს ბარათი ვერ გავიგე მე თუ რა ხდება მართლა ჩემთან ასე გაუკვეულობა გაუგებრობა და მე არ ვიცი რა ამჭირს აგენი ამოვლებს ხონდა ასე დღეში დარება ყველაფერი ვაიმე მჭადი მაგახო და საკრა თავიღალე მთელი დღე საჭმელების კეთებით ვიღლები მოხშირდება და ეს უნდა გააკეთოს მერე ყველა არ ჭამს იმას ეს არ უნდა და არ ვიცი მე რა უნდა სად არის ეს არქივი რასაც დაკეთებს ადამიანი ის უნდა ჭამს ჩემთან მასე არ ჭამები ყველა ცალ-ცალკე უნდა და თან უკეთო უნდა საიდან მოვიდა მე ცალ-ცალკე ნაირნაირები არ ვიცი ეს საიდან გამოუჩვედა აღარ ვარ ნერვები ვედი და მოვალა მას გადავლებს ხდა მოვედი ჭადიც მოვიდან თბილი უფრო სწორად მოვალა ახლა და ერთი ადამიანი შემხდა გერახა TikTok-ზე ასკროლვის დროზე სათამაშოებს ხო ყიდის ბევრი და ერთხელ ავსკროლე ორჯერ და ვიფიქრე ესე მეთქი მივამგავნე მეთქი და YouTube-ზეა ის კანონი სათამაშოებს ყიდ და ერთხელ შემხდა იმის მეტად არ შემხვედრია საერთოდ კუმფულა სათამაშოებს ყიდ ეს ძალიან კარგად იყიდება ეგ სათამაშოები საერთოდ სათამაშოებს მაგრად ყიდიან თეთრეულებს და ასეთ რაღაცებს, საგნებს, პირსახოცებს, აწყლებებს, ბევრი ვაჭრობს მაგ განხილ ონლაინ ვაჭრობა მივიდის ძალიან მაგარი კაცებიც ყიდიან და ქალებიც დიდებულად. იყვნენ ბევრმა თქვა რომ იყო Facebook-ზე ქონდნენ საკუთარი გვერდი ადრე და მე გადმოვიდნენ TikTok-ზე. აქედან გადმოვიდა ხალხი TikTok-ზე რომ მაყურებელი ვიყავთ. და ამიტომ ყავს ამდენი მაყურებელი გამომწერი იქიდან ყავთ რა. დღეს წამოწყებული საქმე არა აქვს ხალხს და. მე ხო ესე ცოტა გამომწერი ვიყავს მე. 200-ზე ვიყავი და მე ახალი ის შემოვიდაო რაღაცაო შეიცვალაო და მე გამომაგდო მაყურებელი რომელიც არაფერს ვაშავებდი. არც არაფერს წერდი, ჩემი გაუქმდა, ჩემი გვერდი და ის ვინც ილანცხება, ვინც იგინება და იწqeვლება, დღემდე კი არის შიფრინი.
იგეც არ გაუქმებია და არ დაბლოკია გვერდი. ახალი რო გავაკეთე ცოტა მყავს. ცა მასეთ რაღაცისთვის მოგიდარ რომ მეწამომეწყო და ხონოდა, მაგრამ აიც მე რო თავღანა არ ახსენე თავსავი. ვიტანჯი ხარ. ასე ვეღარ მოვადუღე და ვეღარ ის ვქრი. ეს თავსახური რა ძნელი გასარეცხი ვის არის. სულ გასახიხი და სულ ის არის გასაპრიანებელი, ძალიან ცუდი მოსახმარია. არ არის არ კაი მოსახმარი მაინც თავსახური. ამის არ არის ამ ტაფის, მე ამ ტაფის თავსახური გამიტყდა მინის, ხო და ეგ ის ქენი. სხვა ვის იყო. ძალიან რიგია ცუდი. ეს ჩემი არც იყო, ჩემი დიდან წამოვიღე თავსახურები ქონდა ტაფის. ის ტაფის თავსახური მინდოდა მინის და ეს მომცა მინის დაიტოვა, მაგრამ რომელიც წყულა ედო იქ. თავსახურები ქონდა და გადაყრა შეიძლება გადააგდო კიდევაც. ამაზე რომ გამიტყდა მაშინ მინდოდა და იმიტომ ის გამოვართვი რა გამომიგზავნე მეთქი და ეს ჩაუდი ეს ძალიან ცუდი და რთული მოსახმარი. ისე მაგიტო აღარ იყენებდა, მოძულებული ქონდა. ეს ტაფად გამოსაცრელი მაგიტო ვეღარ გამოსვალ. კარტოფილს და დუჭირს შეწყარა ამთან. ამტანჯამ. წავედი ხა ეს გავრეცხი კანაზე და მოვედი. ავაც მოვიდანე, აქ დავჯექი რო არ დამეწოს კარტოფილი და ვურიო. ლეთას. აგერახლა მქონდა კომპოსტო ჩავშუში, ძალიან კაი იყო. მიყვარს ჩაშუშული კომპოსტო. თავიდან იწუნა ყველა მითო არ შევჭამო ჩემთან, მაგრამ მე მშვენივრად შეჭამ. მოეწონათ, თან რაღაცა წვიმიანები იყო, ხო იცი, მასე დამიდებს ვიხდება. ძალიან კაი მე გამოვიდა. წვიმიანამინდებს, ცივამინდებს უხდება. მე მიყვარს მაგ დროს მასეთ ისინი ბორშიც კაია. მაკარონიც მიყვარს, მაკარონი ძალიან ცუდა მაგი. შეიძლება ამ სახელს მომხარშო ცოტა აუღონდ. ყოველდღე საწყისას რო იმავშები და ორჯერ გავყავდი, რამდენი ხანი აღარ მიყიდია, ხოდა იმის გაყოფილის ნახევარი მაქვს ძალიან ცუდა. ვიცი, ახლა კიდე ესე გავიჭერდე რომ ვეღარ ისქენ. ახოთ ურამე შეიძლება ვიყიდო ხა მაკარონი არ ვიცი როგორ იქნება საქმე. აუცილებლად საჭიროა. მაკარონი. ეს მაკარონი ცნობილში ცომიულია, ცომიდან კეთდება. ჩავყარები იმდენი იყო მითომაი წვრილი კარტოფილი დაბადარავდა ახლა. შეწვის დროს. ისე განახებდა რომ არ ვიცი. როբიოც მაგ იმაში ვაცხელებ თუ უნდათ. მაგას კარგად ვაცხელებ ხოლმე მე ხმელობიოს ვაცხელებ მე მასე გადმომაქ. ცხიმში ვაცხელებ, ხავს და ცხიმს მოუხრაკავ კარგად, ტაფაზე ვაცხელებ. ან ისინია კაი ერთის მინდა შევიძინო ქვაბიტაფები როა ეს ხმები. ეგეს გამოდგება მაგაში ხელიანები, ახალი გამოსულები რომ ძალიან კაიბი ეგენი მოწოს. მაგრამ რამდენად მოსახმარია არ ვიცი ახლა არ დამიტესტი, მაგრამ მაგისთვისაც გამოდგება ასეთი რაღაცების ცოტა ფართები. ხო და კიდე დავამატებ კიდე კარგად იწაკას რაღაცა იქით აქეთ და უფრო ვაგემრიელებ უფრო და უფრო. კარგი გამოდის, უფრო გემრიელი გამოდის.
ბევრი არ არის, ცოტა არის და ასე მოუწევს იმას, თუ ენდომებად. მოკლედ მთელი დღე ხო საჭმელს ვაკეთებ. მერე კიდე საღამოს სხვა პარტიას მომიჭერს ამის გაკეთება. ჩემი შვილი რამის მთელი დღე საჭმელს არ ჭამს. საღამოს რაღაც 1-2 განსხვავებული მაინც ხომ უნდა ჭამოს. იმისთვის ალგე ვაკეთებ. კარტოფილს ახლა იმას უყუროს ჭამს ჩემი შვილი. კარტოფილს უყუროს ჭამს. წამოგვიგენია. ისე უყუროთ უნდა ჭამოწეს ამას პურის ახამებელს არ უნდა, მაგრამ მაინც. ტოლმა როცა ვაკეთებთ ხოლმე იმასაც უყუროს ჭამს, არ არის. ჭამს პურს და ვერ ნაყრდება მე. ადამიანი მაგით ვერ დანაყრდება, როცა ცოტა პურს მაინც არ მიატან. ჩემში სახელმწიფოს პრობლემა არა აქვს. დაბრძოლიანები უფრო ჭამენ პურს. სხვადასხვა რო აკვირდება. ჩემში რა გამხდარია წონის პრობლემა არა აქვს. დიდად პურის ჭამა არ უყვარს. წონა ხარც მე მაწუხებს ღმერთს მადლობა. საერთოდ დიდ წონას გასი გამხდრე ჯობია. ერთი დამხელა ვიყავი არ ვიცი. მაშინ ასე არ ვიცოდი რომ ვიტამინების ასიანი იყო. ყოველთვის ვიყავი გამხდარი. ძალიან გამხდარი ვიყავი და ხანა ვიყავი აღარ მოხდეს. მომედი გასული ვიყავი. გარეთ და მოვედი. ხოდა რას გეუბნებოდი რა ასაკის ვიყავი არ ვიცით როგორც მეტი წლის რაღაც 100 მეტი კი არ ვიყავი და ძალიან გამხდარი ვიყავი, წუხდი, ცოტა ყველა ოდენა პუდგუნა მაინც იყო ჩემზე მეზელმედად გამხდარი ვიყავი და აფთიაქში შევედი იმისთვის, რომ მეყიდა ვიტამინები, რომ ზონაში მომატებული ყავი, რომ უფრო მეტად მეყვება, უფრო ყვება მომდომებოდაძლიერად და მოპუწუნებული ყავი და არ მომწუნა ჩემი ყავი გამხდარი. სახესაც გამხდრა მე არ მიხდება, საერთოდ ოდენა სავსე, ნორმალური მოცულობის სახე მიხდება, გადაფუებული სახე, რა თქმა უნდა, არავის არ მოეკვდება. ხოდა მაშინ იყო, რომ მონაყოლი მოგონი აფთიაქში ყველას გაეცინა, რომ ყველა ოსი გამხდრას ნატრიულს პირველი ადამიანი ნახე და ვისაც ცოტა ისე მომატება და სიმჭუქნე უნდა. ვიდულობდი ამ ვიტამინებს, ვიზოდი, მაგრამ მე მაინც არ მემატებოდა ხალხო. დრეკილება მაინც ყოველთვის ჰქონდა სიგამთრისკენ. არ ვიცოდი, მე რაღაცებზე მაგისტრის მომატებისთვის არ გამიკეთე, გადასხმა გავიკეთე, B ვიტამინი გავიკეთე რა ისთვის. რაღაცისთვის ხო? რაღაცისთვის დამინიშნა ექი. B ვიტამინი გავიკეთე. თუ რა იყო, არ ვიცი, კიდე გადასხმა, სახის გულისთვის გავიკეთე, კიდე რაღაცა პრესჩიკები მომცილებოდა და რაღაცა ვიტამინი და B ვიტამინი იყო კიდე, მაგრამ რისთვის იყო ეს B ვიტამინი? აღარ მახსოვს, რაღაცა სახესთან დაკავშირებით იყო, რომ პრესჩიკები მომცილებოდა, თუ რა ვიცი, არ ვიცი, სისხლის გადახალისებაც გავიკეთე, ამ სისხლის კებენიდან გამოღება და გაკეთება ისე და მაინც არ მშუროდა არაფერი, რომ მქონდა ეს გამონაყარი, მქონდა ვერ ვიცილებ და რაღაცები მქონდა, მაგის გამო კიდე გაკეთებული და ახლა თავიდან მეგონა, რომ მე B ვიტამინი მისთვის მივიღე მოსამატებლად, არა რაღაცა სახის გულისთვის გამომიწერა ექიმმა და მაგიმა განაკეთები და თურმე არ შეიძლებოდა. საერთოდ არ არის კაი B ვიტამინების მიღება დიდი რაოდენობით არ ყოფილა კარგი ორგანიზმისთვის ჯანმრთელობისთვის საზიანო ყოფილა მე რა ვიცოდი. მაშინ არ ვიცოდი და მაგის გულისთვისაც კიდე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ სახეზეს მომერცილებინა და ძალიან უცხოდი ყვალი დამიტოვა, ძალიან ბევრს, რასაც გავიგებდი აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებდი, ყველაფერს ვღებულობდი და მაინც ვერ ვიცილები სახიდან. შეძლებს და გვარად. და ამდენი წლების მერე რომ გამემართა ასეთი რამე და დავჭის ოპერაცია და ის იქიმა მითხრა ნუ ახლა წინასწარ ვინც ის რა დაემართება და ის
სიმსივნე მის დაემართა და არ არის სხვა ასე წინასწარ გაიცის და თუმცა ძალიან ცუდი ყოფილა. B ვიტამინი მიღება. არ შეიძლება არაფრის დიდებით. B ვიტამინის ბევრი ჯგუფებია მაგის და აღარ მახსოვს რომელ ჯგუფზე მითხრა, მაგრამ საერთოდ სასტიკად ვერ იდები და არაფერ შეაღებულობ B ვიტამინს. ახლა ბუნებრივადაც შეიძლება დიდი დოზით მიღება, მაგრამ არის ბევრ რამეში ხო ბუნებრივადაც, მაგრამ ესე როგორც ასე ვიტამინებს აღარებულობ ვიტამინების სასტიკად, არა მარტო B ვიტამინი, ჩვეულებრივი ვიტამინებიც მტერი ყოფილა მაგის ზრდის და აჩქარებს თუმე პროცესს. ხო და ვიტამინების სასტიკად იკრძალება მიღება და ახლა წინასწარ ვინც ის რა დაიმართება წლების შემდეგ, ხო და მაგის გამო ეგ რო გავიგე მე ეგ B ვიტამინი და საერთოდ ჩვეულებრივი ვიტამინები გასაკეთებელი იქნება თუ დასალები იქნება ყველა გამოვრიცხე ჩემი მითხრა. არ ვღებულობ არავითარ შემთხვევაში. რადგან საზიანოა ჯანმრთელობისთვის, რაც რამდენადაც სასარგებლოა და აუცილებელია, ყველაფერს აქვს უკუჩვენება და ამავდროულად სასტიკად ცუდია. ეს ისე და პატარა და შეიწოდა. ერთი ცალი უნდა ის პატარა ორით ხმარილი ხوارაკლი თუნდა მარილა რამინდა და დაბთული ციტაკა მოყარეს ანგემრიელებს თხუა ხმათა იორდი დათვა ეცა ყორგინას შემოგიტა აწი კარტოფილით საყიდელი იქნება. დიდი თავები ვაიმე ეს იმდენი გამოვარჩიე წვრილები მოვუწი თავით ანჯი ამის ნარჩევი. ასე ჩემო კარგებო, ეგეთი ამბები. ხო და დედიკოს იყო ფერო დაინტრა, როდის იყო რომელ წელს იყო რომ დაინტრა და ფეხი რამისკენ აღარ მოვიდა, ხა სახში სიძლიერად დაიცა და მაშინ ექიმა გამოუწერა 1000 წამლები და ვიტამინები და მას მერე ისედაც იყო წონიან და სულ აკრიფა უაზროდ აკრიფა წონა და ჭამის მადამი მგონი დღესაც არ გაასვლია ტანიდან ის ვიტამინები. რა ვიცი, ყველას მე სადაც გამიგე, ყველას უწერენ ვიტამინს, არ შეიძლება ჯერ ამდენი ვიტამინი ადამიანს ასუქებს და მე ამანტყოფებს და რამდენად სასარგებლოა, ამდენად ძალიან ცუდია. მოაზროთ მოყავს მე ადამიანი ჭამის მადაზე. ძალიან ცუდია და ადამიანი მე ახალგაზრდები ვერ იქნებენ და ასაკში შესული ადამიანი კიდე ძნელი ადამიანისთვის თუნების ყოფა რა აქვს, წუნის დაკლება და ამდენი ვიტამინი რო აქვს კიდე მიღებული, რა ვიცი, ძალიან ცუდია. წონაც ცუდია. როგორ წვალობს ხალხი და რო ვეღარ იკლებს, იმიტომაც არის რომ მე ოპერაციებს იკეთებენ ბარიატრიას და რა ვიცი, რასაც ქვია ორნაირ კეთდება. ბევრი თურმე ისევ ისქნა, მაგ დროსაც დომებია რომ მოიმატებ, რო დაიკლებ მე ისევ მოიმატებ, თურმე დაგეწყება წონა, მომატება ჩვეულებრივ უნდა მოიმატო თურმე აუცილებლად და მე უნდა ისქნა აკონტროლო და დიეტა უნდა დაიცვა. თორე ჩვეულებრივ გასუხდები.
ჭი გაიწევს. მაგაზეც უნდა დიდი კონტროლი. სულ უნდა შეინარჩუნო ზონა. ისი გამახდარე. კარგით, ახლა დაგემშვიდობებით. მშვიდობიანი დღე ყველას. მადლობა ყველას მოკითხვისთვის, თბილი კომენტარებისთვის, აბა დროებით. მეც და კიდევ მოვიდე ხშირად.